2 მაისიდან ჩვენი მმართველი პლანეტა, მერკური, ტოვებს ცეცხლოვან ვერცხლს და კუროს მშვიდ მიწიერ ნიშანში ინაცვლებს. ტყუპებისთვის, რომლებიც მიჩვეულები ვართ აზრების ელვისებურ სისწრაფესა და მუდმივ ცვლილებებს, ეს პერიოდი ერთგვარ დამიწებას ჰგავს. რას მოიტანს ეს გადასვლა? ახლა ჩვენი ფიქრები ნაკლებად ქაოსური და უფრო პრაგმატული ხდება. საუკეთესო დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ან იმ იდეების დასალაგებლად, რომლებიც აქამდე მხოლოდ ჰაერში გამოკიდებული გეგმები იყო. დაივიწყეთ აჩქარება. კუროს ენერგია გვასწავლის, რომ ნელი და სტაბილური ნაბიჯები იგებს რბოლას. ახლა მთავარია არა ის, თუ რამდენ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, არამედ ის, თუ რამდენად ხარისხიანად შეასრულებთ მათ. დააკვირდით თქვენს ცხოვრებას, რას სჭირდება მეტი ყურადღება და მოვლა, რომ ნაყოფი გამოიღოს. იქნება ეს ახალი ჰობი, პროექტი თუ პირადი ურთიერთობა, ახლა მათი მორწყვისა და გაზრდის დროა. რამდენ ხანს იგრძნობა გავლენა? მერკური კუროში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში დარჩება, 17 მაისამდე, სანამ ჩვენს ნიშანში გადმოვა. პირველი კვირა 2 მაისი ყველაზე კარგი პერიოდია სტრატეგიული დაგეგმვისთვის და იმის გასაგებად, თუ რა რესურსები გჭირდებათ წინსვლისთვის. ამ დროს დაწყებული საუბრები ან მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით. თუ ახლა ვინმეს რამეს შეჰპირდებით, ეს პირობა დიდხანს გასტანს. რჩევათ ტყუპებს, ნუ ინერვიულებთ თუ იგრძნობთ, რომ ცოტათი შენელდით. ეს არ არის გაჩერება, ეს არის ენერგიის დაზოგვა და საძირკვლის გამაგრება იმ დიდი ნახტომისთვის, რომელიც წინ გელოდებათ. ტყუპებო, რას ფიქრობთ, გჭირდებათ ხოლმე ასეთი პრაქტიკული პაუზა, რომ გონება დაასვენოთ და რეალურ შედეგებზე გადაერთოთ?